გვანავს, სანამ საქართველოში არ აღდგება სამართლიანობა და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. მოშიმშილე სტუდენტების აქციას, რადგან სხვანაირად უბრალოდ არ შემეძლო. ეს არის გადამწყვეტი მომენტი. დღეს წლება საქართველოს ბედი. სტუდენტები, რომლებიც აპროტესტებენ სრულად უკანონო და უსამართლოდ მათი მეგობრების დაპატიმრებას, ისინი იბრძვიან საქართველოს მომავლისთვის. და ჩვენ უფროსი თაობა გვერდით უნდა დაუდგეთ და არა სიტყვით, არამედ საქმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა. ამიტომაც მოვედი და ამიტომაც დავჯექი მათთან ერთად შიმშილად. ვაპროტესტებთ ამ სამართლობას, ვითხოვთ რომ დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებიც აწამებენ ხალხს და ეს მეტი სარგებელი ხალხს კი არის, არის მათ მეტი წამება ხალხს და ჩვენ ვითხოვთ რომ ყველაფერი დასრულდეს. ჩვენ გავაგზავნებთ აქციასთან ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არის ძალიან ბევრი პატრული სპეციალ მობილიზებულები ხელკეტებით და არ ვიცი რას აპირებენ, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ რომ ეს ყველაფერი დაავადობა დასრულდეს და ჩვენ არ შევჩერდებით და არ გვეშინია სანამ ეს ყველაფერი არ დასრულდება. არაფერი არ მოხდება, რა ვიცი, არის თავისუფლად წყარაში რა. ერთ და იგივე კომენტარს გავაკეთებ ყოველთვის, ეს არის ზნეობრივი პრობლემა ჩვენს ერში. მოდი ესე შეიძლება ითქვას. როცა ორგანიზმი ავათარებს, ის ავადმყოფობა ხანდახან გამოდის ორგანიზმზე როგორც რაღაც წყლული. აი ეს უბედურება, რაც ჩვენ ვნახეთ. აი ეს უბედურება, რომელიც სახელიც კი არ ქვია. ეს არის ჩვენი ერის დაავადება, რომელიც წყლული სახით, მკრალი წყლული სახით გამოვიდა და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გამოვხიზდეთ, გავიაზროთ ჩვენი ავადმყოფობა და უთხრათ არა ამ უბედურებას.